გამარჯობათ. დღეს ვისაუბრებთ კეტუზე და კეტუს შეერთებაზე სხვადასხვა პლანეტებთან ვედური ასტროლოგიის მიხედვით. კეტუ ეს არის ჩვენი ცხოვრებების გამოცდილება და იმის მიხედვით თუ რომელ პლანეტასთან ერთად არის რუკაში, შეგვიძლია უკვე ძალიან ბევრი რაღაც გავიგოთ ჩვენ წინა ცხოვრებებზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ინდივიდუალური თემაა. და არ შეგვიძლია ყველაფერი გავიგოთ ამ ერთი კეტუს განლაგებით, მაგრამ საწყის ეტაპზე ჩემი გამოცდილებით, იმიტომ რომ ბევრი ადამიანის წინა ცხოვრება ვიცი და რუკაც ვიცი, ყოველთვის განზოგადებულად სურათს მაინც გვაჩვენებს ყოველთვის კეტუ. ეხლა ვისაუბროთ იმაზე, რა ხდება, როდესაც კეტუ რომელიღაც კონკრეტულ პლანეტასთან არის შეერთებული. რას გულისხმობ ახლა პლანეტარულ შეერთებაზე? გულისხმობ, რომ იგივე ნიშანში მდებარეობს კეტუსთან ერთად სხვა პლანეტა. როდესაც იგივე ნიშანში არაფერი არ მდებარეობს და კეტუ არის მარტო, ეს ნიშნავს იმას, რომ სულმა წამოიღო წინა ცხოვრებიდან რაღაცა, მაგრამ წამოიღო ძალიან ჰარმონიულად, ზუსტად ის, რაც სჭირდებოდა, არც მეტი, არც ნაკლები და ძლიერი გადატვირთვა ხდება ამ ცხოვრებაში. სუბტაფურცელი აქვს კარგად წამოღებული და თუ კეტუ არის შეერთებული რაღაც პლანეტასთან, ეს ნიშნავს, რომ იმ პლანეტის ენერგიაში ძალიან ბევრია კიდე წინა ცხოვრების გამოცდილება. და რას გვანიშნებს ეს განსხვავდება პლანეტების მიხედვით. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს ერთად კეტუ და მზე, ეს არის საკმაოდ რთული შეერთება, ერთ-ერთი ყველაზე რთული შეერთებაა ჩემი დაკვირვებით და ეს არის ადამიანი, რომელიც რეალურად ახლა ამ ცხოვრებას ცხოვრობს, მაგრამ მის ცნობიერებას ძალიან მკვეთრად და ძალიან აშკარად ახსოვს წინა ცხოვრების სიტუაცია. ანუ რეალურად თითქოს აქ არის, თითქოს ყველაფერს ხედავს, მაგრამ თან ის ადამიანია ნახევრად, ვინც წინა ცხოვრებაში იყო. და აქვს რაღაცა დისონანსი იმასთან, ვინ არის სინამდვილეში. აქ არის ძალიან ღრმა მუშაობა ჩასატარებელი ადამიანისთვის, რომ მთლიანად ამ ცხოვრებაში ჩამოვიდეს, ასე ვთქვათ. გაიგოს, რომ ის ადამიანი აღარ არის, ვინც ადრე იყო. ამიტომ ამ ადამიანებს აქვთ ხოლმე ძალიან ბევრი რაღაცის აღქმა სხვანაირად. საკუთარი თავის აღქმა აქვთ სხვანაირი, არაობიექტური, გარემოს აღქმა აქვთ არაობიექტური, ანუ გარემო შეიძლება სხვა რაღაცას აჩვენებდეს, მაგრამ თვითონ სხვანაირად ხედავენ, იმიტომ რომ ის, რაც აქ არიან სინამდვილეში, ბოლომდე არ ამჟღავნებს მათ აქ ყოფნას. თუ მთვარე არის კეტუსთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს წინა ცხოვრებიდან წამოღებული ემოციური სხეული. აქვს აუცილებლად ძალიან დიდი კარმა დედასთან დაკავშირებით, ანუ დედა არის ძალიან კარმული ადამიანი. შეიძლება ეს იყოს პოზიტიური კუთხით, ის ადამიანი, ვისაც ვერ შეელია წინა ცხოვრებაში და ძალიან გული დასწყდა, როცა ცხოვრებიდან გაუშვა. ან პირიქით შეიძლება პირდაპირ მტერი იყოს და ესე გამოიხატებოდეს, რომ კარმული ადამიანია დედა და ამ ადამიანს აქვს დასამუშავებელი ემოციური სხეული, მოკლედ. ორი ვარიანტია, ზოგს აქვს ძალიან ჩაკეტილი და საერთოდ არაფერს არ გრძნობს, როდესაც კეტუ და მთვარე ერთად არის. ზოგს აქვს ძალიან ბევრი ემოცია, მაგრამ ვერ ხვდება საიდან მოდის. ანუ ყველაფერი, რაც მაშინ მოხდა, შეიძლება უტრიგერებდეს რაღაც ემოციას, მაგრამ ვერ ხვდებოდეს რას. და განიცდიდეს ემოციებს, რომელიც არალოგიკურად ეჩვენება. იმიტომ რომ წინა ცხოვრების ემოციაა. და აქ უბრალოდ რაღაც მიზეზს ეძებს, რომ იგივე განიცადოს. აქ კონკრეტიკა უკვე ძალიან ინდივიდუალურია. შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ეს ემოციები რაღაცა წყენა, ვიღაცისთვის იყოს სხვა რაღაცა, ანუ რაც ვიცით, როდესაც კეტუ და მთვარეს ვხედავთ, ეს არის, რომ არის ძალიან ბევრი ემოციები ემოციურ სხეულში და გადატვირთულია, ასე ვთქვათ. ამ ადამიანსაც ღრმა ჰილინგი სჭირდება საკმაოდ. ადამიანს, რომელსაც აქვს მერკური და კეტუ ერთად, აქ არის ორი სიტუაცია. ერთი არის ის, რომ
ის, რაც იცოდა წინა ცხოვრებაში, შეუძლია ადვილად გაიხსენოს. შემხედრე ადამიანები, ვისაც იუპიტერი და მერკურიც კეტუსთან ერთად აქვს და ენასაც კი იხსენებენ, უცხო ენას, ანუ ამ ცხოვრებაში თავის უცხო ენას, მაგრამ იმ ცხოვრებაში მშობლიურს. ცოდნას მერკური და კეტუ ძალიან ხშირად იხსენებს ცოდნას კონკრეტულად. ოღონდ უფრო, რაც შეეხება უცხო ენას, უფრო ამ ქვეყნიურ ცოდნას, ასე ვთქვათ, თავის სკილებს, რომლებიც წინა ცხოვრებაში ჰქონდა. ეს არის პოზიტიური მხარე, მაგრამ ნეგატიური მხარეა ის, რომ მერკურს აქვს წამოღებული რაღაც შთაბეჭდილებები წინა ცხოვრებიდან. მაგალითად, თუ წინა ცხოვრებაში ისეთ სიტუაციაში ცხოვრობდა, სადაც საკუთარი აზრის გამოხატვა არ იყო, ასე ვთქვათ, მიღებული, ამ ცხოვრებაშიც, რაც არ უნდა გახსნილ საზოგადოებაში იყოს, მაინც იგივე შებოჭილობა ექნება. ანუ მერკური არის დასამუშავებელი, მაგრამ აქ არის ასევე პლუსი ამ შეერთების. და ადამიანმა შეიძლება ეს პლუსი ძალიან კარგად გამოიყენოს სათავისოდ. თუ კეტუ და მარსი ერთად არის, ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირად არის ხოლმე მეომარი. ანუ მეომრებს აქვთ ხოლმე კეტუ და მარსი ერთად და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან პაციფისტი ადამიანია ზოგადად, იმიტომ რომ ეს მეომრის ცხოვრება უკვე გამოვლილი აქვს, მაგრამ ასევე თუ რაღაცა ბრძოლაში შევა, იმ ბრძოლაში აუცილებლად იმარჯვებს. ანუ დაახლოებით წარმოიდგინეთ ესეთ სიტუაცია აქვს, როცა პროფესიონალი მსოფლიოს ჩემპიონი მოჭიდავე ქუჩაში მიდის და ვიღაცა შეურაცხყოფას მიაყენებს. ხო, ეს შინაგანი სიმშვიდე, რომ მე ყველაფერს მოვიგებ, რისი მოგებაც მინდა. უბრალოდ არ მიღირს ყველა ბრძოლაში შესვლა. ესეთი თემა აქვს ხოლმე. კეტუ და მარს ზოგს აქვს ხოლმე ეთერულ სხეულში რაღაც აგრესია დარჩენილი აი მეომრობის. ზოგს უნდა ხოლმე ძალიან ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვედრა, რადგანაც იქ გრძნობს ამ თავის შინაგან სიმშვიდეს ბრძოლის ველზე და ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ მოსწონს რაღაც მომენტში. მაგრამ საერთო ჯამში შეიძლება ადამიანმა აქ თავის სასიკეთოდ გამოიყენოს კეტუ მარსის კომბინაცია და სასწაული აქვს ხოლმე ჯანსაღი ქმედება, ასე ვთქვათ. ცოტა ჩაკეტილია ხოლმე კეტუს მიერ მარსი და გააჩნია ხა კიდე სატურნი რა მდგომარეობაშია, სატურნი თუ ძალიან ძლიერია, მაშინ ძალიან ჩაკეტილია. ვენერა და კეტუ არის ძალიან საინტერესო შეერთება. ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ხშირად ყავს ხოლმე ვიღაცა ერთი ადამიანი, რომელიც წინა ცხოვრებაშიც უყვარდა და ვერ მიაღწია მასთან აი ჰარმონიულ ურთიერთობას და ამ ცხოვრებაშიც წამოიყვანა. აი ყოველთვის როცა ვეუბნები ვენერა კეტუიან ადამიანს, თუ ხვდება ვიზზე ვლაპარაკობ, ყოველთვის ხვდება ვინ არის ეს ადამიანი. თუ გაუმართლა შეიძლება იყოს ამ ადამიანთან ერთად და თუ არ გაუმართლა შეიძლება ახალგაზრდობაში ხვდებოდა და შემდეგ დაშორდა, მაგრამ მაინც ის ადამიანი ახსოვს. და ვენერა არის გასაჯანსაღებელი, ანუ ზედმეტი ფიქსაცია ერთ კონკრეტულ ადამიანზე. და თითქოს სხვა ადამიანების მიმართ გრძნობების შეგრძნება უჭირს ხოლმე ამ ადამიანს. ადვილად ეკარგება ინტერესი, როდესაც ურთიერთობაში შედის და იმ ადამიანს უყვარს, ამ ადამიანს ხშირად ადვილად ეკარგება ინტერესი, რადგანაც მისი ენერგია ფიქსირებულია რაღაც ერთ კონკრეტულ ისტორიაზე, ჩარჩენილია ცოტათი წინა ცხოვრებაში და ისევ იმის განცდა უნდა, ანუ იმ ისტორიის გაგრძელება უნდა და აქ არ არის კონცენტრირებული. ასევე ორი უკიდურესობაა ხოლმე, შეიძლება იყოს კომფორტის და კარგი ცხოვრების მოყვარული, ან პირიქით საერთოდ არ აინტერესებდეს, ანუ ვენერას ენერგია ორ უკიდურესობაში არის ხოლმე გადავარდნილი. კეტუ და იუპიტერი არის ძალიან კარგი შეერთება და აი ეს შეერთება 80% კარგად არის ხოლმე გამოხატული. ეს არის სიღრმისეული ცოდნა,
ადამიანის, რომელიც წინა ცხოვრებებიდან წამოიღო. ეს ადამიანები არიან ხოლმე ძალიან მცოდნეები ზოგადად. მარტო გამონაკლისია, როდესაც რაღაც სულიერ მიმდინარეობას ან პრაქტიკას აპრაქტიკებდა ადამიანი ან სამბუდელო პირი იყო და ცოტათი ფანატიზმში გადაუვიდა ეს თემა. აი, ესეთი ადამიანებისთვის არის ხოლმე ცოტათი დასამუშავებელი ეს ცოდნა. მაგრამ თუ ეს იყო მაგალითად რაღაცა ჩინური მედიცინის ცოდნა ან რაღაცა კონკრეტული ცოდნა, ამას უბრალოდ იყენებს ადამიანი ამ ცხოვრებაში, ეხსნება, ასე ვთქვათ, ამ ცოდნის გამოყენების გზა. ძირითადად ამბობენ, რომ კეტუ იუპიტერი ყველა ვარიანტში იყო რაღაცის მასწავლებელი წინა ცხოვრებაში. კეტუ და სატურნი არის ყველაზე ესეთი ნეგატიური შეერთება და გეტყვით ახლა რატომ. ანუ ადამიანს თუ კეტუ და სატურნი ერთად აქვს, ეს არის აპრიორი თემა, რომ ამ ადამიანს უნდა საკუთარი თავის დასჯა. და აუცილებლად ამანიფესტირებს მუდმივად პრობლემებს საკუთარ გარემოცვაში. ანუ შეიძლება ფიქრობდეს, რომ რატო მომდის ყველაფერი, მე რატო არის ყველაფერი არეული ჩემ ცხოვრებაში, ან რატო არაფერი არ გამომდის, მაგრამ რეალურად თვითონ სულს უნდა საკუთარი თავის დასჯა, იმიტომ რომ გადაწყვიტა, რომ რომელიღაც ცხოვრებაში რაღაც დააშავა. რაც შეიძლება საერთოდ არ იყოს მართალი, რადგანაც ქონია შემთხვევები, რომ პატარა ბავშვმა გადაწყვიტა, რომ მისი სახლი რომ დაიბომბა, მისი ბრალია და ამის შემდეგ საკუთარ თავს სჯიდა ამ ცხოვრებაში. ანუ აბსურდული შეიძლება იყოს საკუთარი თავის დადანაშაულება. ერთადერთი ფაქტი ის არის, რომ სულმა ესე გადაწყვიტა. და აქაც ძალიან ღრმა ჰილინგი არის ჩასატარებელი, რომ ადამიანმა გაუშვას ეს საკუთარი თავის დასჯა, რადგანაც ცნობიერად შეიძლება ძალიანაც უნდოდეს რომ იყოს ბედნიერი, მაგრამ ქვეცნობიერად მარტო საკუთარი თავის დასჯა უნდა და ტკივილის მიღება. ნებისმიერი პოზიცია ექვემდებარება განკურნებას და ის რომ უკვე შეამჩნევთ თქვენ რუკაში და გეცოდინებათ რას ნიშნავს, ეს უკვე პირველი ნაბიჯია. მეც მაგალითად რაღაცები მყავს კეტუსთან ერთად, მაგრამ მას შემდეგ რაც დავahilingე, საერთოდ არ მეტყობა. აქედან გამომდინარე არ დანებდეთ და ყველაფრის შეცვლა შეიძლება თქვენს რუკაში. გისურვებთ წარმატებებს და მადლობა.